გამოძიების ანალიზი აჩვენებს, რომ გამოძიება არის ფორმალური და ჩატარებული საგამოძიებო საპროცესო მოქმედებებით დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება ფაქტობრივად შეუძლებელი არის. ის მნიშვნელოვანი საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები, რაც მაგალითად უკავშირდება იმ სპეცრაზმელების იდენტიფიცირებას, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი ძალადობრივ ქმედებებზე, ამ სპეცრაზმელების ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც ვალდებული იყვნენ მათ შორის ეკონტროლებინათ სპეცრაზმელების ქმედებები და მიეღოთ სათანადო ზომები, რომ აქციის მონაწილეების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. ასევე ის პირები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი, რომ სპეცრაზმელები არ არიან აღჭურვილი სპეციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით, ამასთან დაკავშირებით არანაირი საგამოძიებო საპროცესო მოქმედება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არ აქვს ჩატარებული. მიდექცევთ ჟურნალისტების გვერდით, ვიღებდი ფოტოებს და იქ ასე მოულოდნელად დამესხნენ თავს ადამიანები, რაც შემოგვარტყეს ალყა და იქიდან შემათრიეს, ცემეს, დამაკავეს, აქეთ სამართალდამღვრად წამართვეს კამერები, რომლებიც დღემდე დაკარგულია. შესაბამისად ის, რომ ისინი კვლავ დაუსჯელად განაგრძობენ საქმიანობას და ესე ძალადობდნენ პირდაპირ რუსთავაზე პარლამენტის წინ კამერების წინ, დღემდე მეც და სხვა ჩემს გარშემო სხვა რაღაცა ჩემს კოლეგასაც საკმაოდ დაუცველად აგზავნებს თავს, ყოველდღურად, როცა გავდივართ რაღაც თუნდაც პატარა აქციაზეც კი, გვაქვს იმის შიში, რომ კიდევ შეიძლება ასე განმეორდეს ძალადობა, რაც უმიზეზოდ შეიძლება დაგვაკავონ, ან რაღაცა წაგვართვან ტექნიკა, დაგვიმტვრონ, ან რაღაცა პირდაპირ ფიზიკურად იძალადონ. შესაბამისად, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ პირები, რომლებიც სასახად ჟურნალისტური საქმიანობის გამო დამესხნენ თავს, იძალადეს და დამაკავეს, მინიმუმ გამოვლენილი და დასჯელები იყვნენ, რომ აღარ განმეორდეს მომავალში მაინც რაღაცა ერთგვარი პრეცედენტი შეიქმნას.